გასულ კვირას მოსულმა ძლიერმა წვიმამ ბოლნისის რაიონის ზედა ზონის სოფლები დააზიანა. ტანძიისა და დარბაზის მცხოვრებლებს გაუნადგურა სამეურვეო მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლები, დაანგრია ღობეები, სტიქიამ წყლით გაავსო სარდაფები და მოსახლეობა შინახული ჭირნახულის მარაგის გარეშე დატოვა. საშინელი წვიმა წამოვიდა გამთენიის ხანს. დაახლოებით დილის 6 საათი იქნებოდა. მთლიანად განადგურდა ნათესები, დააზიანა სახლი. აი თქვენ თვითონაც ხედავთ, რა მდგომარეობაში ჩააგდო ღობე. სულ განადგურდა ვენახი. არაფერი აღარ დარჩა. რა უნდა ვქნათ არ ვიცით. წყლით გაივსო სარდაფი. თუ რამე გქონდა შენახული, ყველაფერი განადგურდა. ვიზუალურად ჩანს, რომ დაზიანება დიდია, მაგრამ ამას შესწავლა ჭირდება, დრო ჭირდება და შემდეგ მოხდება მათი დახმარება. განადგურებულია სოფელში მისასვლელი გზა, სტიქიამ დააზიანა ელექტროგადამცემი ბოძები. სოფლის მოსახლეობა რამდენიმე საათის მანძილზე ელექტროენერგიის გარეშე იმყოფებოდა. ბოლნისის რაიონში მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა წყლისა და ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალიც. სოფელ ბელთაკარში მისასვლელი გზა პრაქტიკულად აღარ არის. სოფელ ჭვეში ახლა სადაც ვიმყოფებით ბეტონის გზა დაზიანებული არ არის, თუმცა გვერდულები მთლიანად მორღვეულია. დარბაზია საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. გავასრულებთ თავის გზებს, შიდა გზებსაც მოვაწესრიგებთ და გარკვეულწილად კულტურული ნაკვეთები და ისინია დაზიანებული და ამასაც მოევლება და მივხედავთ. შექმნილია სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომისია, რომელიც აღწერს მიყენებულ ზარალს და მოსახლეობას დახმარება გამგეობის სარეზერვო ფონდიდან გაეცემა, ხოლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელში ამჟამადაც მიმდინარეობს და მოსახლეობას უგზოობის პრობლემა უყვარდება.